დილამშვიდობის მექვია ირაკლი გოგორიშვილი, კლინიკა ჰელსიკორის ინტერვენციული კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ეხლა არის დილის წყლის ნახევარი. ნახევარსაათში გვექნება ისეთი შიდა კონფერენცია, რის მერეც დაიწყება უშუალოდ ინტერვენციული პროცედურები აგიყვანთ და ნახავთ ჩვენს კათლაბს, ანუ ეგრეთ წოდებულ რენტგენოს საოპერაციოს. ხო, ესე ჩვენი საოპერაციო რაღაცა ისეთია ახალი ყველაზე თანამედროვე აპარატი. კალბატონი ნინო ამზადებს საოპერაციო მაგიდას. საათში გვექნება პირველი პროცედურა. დიგიტალური რენტგენოსკოპიისა და გრაფის საშუალებით ვახდენთ სპეციალურ ჩარევებს ძირითადად სიძარღვებზე. ერთი ძალიან პატარა ჩხვრეტა იქნება იგივე წამალია, რასაც კბილში აკეთებენ ხოლმე სტომატოლოგები. ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში აქ უმეტესად კეთდება კარდიოლოგიური, ანუ გულის კვლევები და შემდგომ ჩარევები. კვლევა ძირითადად მოიცავს თქვათ ანგიოგრაფიას, მანომეტრიას, გულის სხვადასხვა ყრუში, ხოლო ჩარევები არის უმეტესწილად ეს არის კორონარული ინტერვენციები, ანუ პოპულარულად რო ვთქვათ სტენტირება, რასაც ხალხი უძახის და აგრეთვე ჩარევები სტრუქტურულ დაავადებებზე, ძირითადად სარქველებზე. შემიძლია სიამაყით თქვა, რომ ჩვენ გავედით უკვე იმ სტადიაზე, რომ ამ კლინიკაში ვაკეთებთ ჩარევას უკვე პრაქტიკულად ყველა სიძაბზე. ანუ ყველანაირი ჩარევა სტრუქტურული, რაც დღესდღეობით არის ახალი, შედარებით ისეთი მაღალტექნოლოგიური ჩარევა, ეს ყველაფერი დღესდღეობით კეთდება ამ საოპერაციოში. 90% ჩვენი აქტიურობისა ამ საოპერაციაში ეს არის კორონარული დაავადებები. სტენოკარდია პრინციპში ყველა მიცის, ხო? გულმკერდში ტკივილი, მოჭერა, ტვა, რომლის გამოც ნამოდიან ჩვენთან და ვაკეთებთ კორონაროგრაფიას და სტენტირებას. ამის მიღმა არსებობს გულის უკმარისობა, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული როგორც ძველი ინფარქტით, გარდა ამისა, თვითონ გულის კუნთის დაზიანებით და უხშირესად გულის სარქველების გადაგვარებით. აი სწორედ ეს გულის სარქველების დაზიანება, რომელიც ძირითადად დიაგნოზი ისმევა ეხოსკოპიური გზით, შემდგომ ხვდებიან ჩვენთან ან ქირურგებთან და ვახდენთ ამ პათოლოგიის როგორც ქირურგიულ, ანუ გაჭრით კორექტირებას, აგრეთვე ინტერვენციულ. როდესაც ერთი პატარა ნახრეტიდან, თქვათ, ბარძაყის ვენაში ან არტერიაში შევდივართ და ვწვლით ან შევაკეთებთ სარქველებს. მედიცინაში და კარდიოლოგიაში პრევენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ღირებული და მკვეთრად ამცირებს ლეტალურ გართულებებს, სასიკვდილო გართულებებს, მძიმე დაზიანებებს. აუცილებელია და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ეს გავაკეთოთ. კლინიკა ჰელსიკორის კარდიოლოგიური დეპარტამენტი შედგება რამდენიმე ასევე დიდი განყოფილებისგან, როგორიც არის ინტენსიური თერაპია, ანუ კარდიოინტენსიური თერაპია, სადაც კარდიოლოგიური პაციენტები, ინტერვენციული კარდიოლოგია, სადაც ხდება კორონარული სტენტირება, ძალიან ბევრი ინოვაციური მეთოდებით გაჭრის გარეშე აორტის სარკმლის პროტეზირება, ეგრეთ წოდებული ტავი, მიტრალური სარკმლის პროტეზირება, გაჭრის გარეშე ტრიკუსპიდული სარკმლის სამკარიანის და სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთან დაინერგა დაუშვათ იგივე გულმკერდის სიძაბვების არაინვაზიური კვლევა, კომპიუტერული კორონაროგრაფია, რომელიც საკმაოდ წარმატებით და შედეგიანად ხორციელდება. დღესდღეობით უკვე 21 საუკუნეში ხდება ჩარევა არა მარტო კორონარებზე, არამედ სარქველებზეც. საკმაოდ წარმატებულია ეს პროცედურები, გამომდინარე იქიდან, რომ ის არის ნაკლებ ინვაზიური, ანუ ნაკლებ ტრაუმული, გაჭრა არ არის საჭირო, ხელოვნური სისხლის მიმოქცევა და ასე შემდეგ. ხშირად ეს პროცედურები საერთოდ ნარკოზის გარეშეც კი კეთდება. აქედან გამომდინარე, მათ აქვთ უპირატესობა ასეთ ჩარევებს და შემიძლია ვთქვა, რომ საერთო ჯამში ინტერვენციულმა, ანუ უსისხლო, ისეთ პოპულარულად რო ვთქვათ, პროცედურებმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა დიდ ქირურგიულ ჩარევებს. Всё? Кайф.